აქ რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა იყოს ივანიშვილის ინფრასტრუქტურა, ხო? 3-4 ადამიანი, რომლის საშუალებითაც კომუნიცირებს გარე და შიდა სამყაროსთან და ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არიან ეს ადამიანები. ეს პერსონალური ანტურაჟი. მეორე უნდა იყოს აუცილებლად ფინანსური სპონსორები. ეს არის ხშირ შემთხვევაში კორუფციაში ჩართული სისტემური ბიზნესები, რომლებიც ფაქტობრივად და დღეს რეჟიმის სპონსორები არიან. ეს არის უმსხვილესი, ასე ვთქვათ, ოლიგარქები, პატარა მცირე ოლიგარქები, რომლებიც სისტემურად კორუფციულ სქემებში არიან ჩართულები და ისინი არიან რეჟიმის სპონსორები. მესამე, ეს რა თქმა უნდა იყოს პროპაგანდისტული მანქანები და ეს არ არის ერთი, ეს არის 2-3, აი ეს პროპაგანდისტული მანქანები, რომლებიც არაფრით არ განსხვავდებიან ნიღბიანი ადამიანებისგან, რომლებიც ძალადობენ ყოველდღიურად ქუჩაში რიგით მოქალაქეებზე, უდანაშაულო ადამიანებზე. და მეოთხე, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ის ფორმალური სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს ფაქტობრივად იმის მაგივრად რომ ემსახურებოდნენ სახელმწიფოს და ასრულებდნენ იმ მანდატს, რომელიც მათ ეკუთვნით, ასრულებენ ერთი პარტიის ან ერთი კონკრეტული ადამიანის მოვალეობას. 4 სფეროა, 4 განზომილება. ამ 4 სფეროს დასანქცირების შემთხვევაში იქნება იძულებული გახდება ივანიშვილი დანიშნოს არჩევნები. ამ 4 განზომილებიდან 3 ადამიანი რო ამოირჩეს, დამთავრებულია.